გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ რელიგიურ გადაცემებს და დღეს მინდა გესაუბროთ ერთ მნიშვნელოვან თემაზე, ძალიან საინტერესო და მართლაც გამორჩეულ საკითხზე, კერძოდ მოციქულთასწორი მეფე კონსტანტინე დიდი. მისი ცხოვრება, მოღვაწეობა, ზოგად ნაწილზე გესაუბრებთ, ეხლა მეტნაკლებად საზოგადოება მიცის კონსტანტინე დიდის შესახებ, მაგრამ მე ყურადღებას გავამახვილებ სამეცნიერო საკითხებზე და კონსტანტინე დიდი და საქართველო ამასთან დაკავშირებითაც მექნება გარკვეული მიმოხილვა. ეხლა რაც შეეხება კონსტანტინე დიდის პიროვნებას, უნდა აღვნიშნოთ, რომ კონსტანტინე დიდის პიროვნება, მისი სახელი, მისი დამსახურება ქრისტიანული სამყაროს და მთლიანად ცივილიზებული სამყაროს მიმართ არის შეუფასებელი და უდიდესი. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში 100 წელზე მეტი ხნის წინ საუბრობდა პროფესორი ლებედევი, რომ მისი კონსტანტინე დიდის სახელის გაუკვდავება არ უნდა გაუკვირდეს ადამიანს, რადგან მან საოცარი დამსახურება აქვს და მართლაც ძნელი არ დაეთანხმო ადამიანი მის აი ამ სიტყვებს. მისი სახელის გაუკვდავება რომ მოხდა, ეს არ არის შემთხვევითი და კიდევ უფრო მეტიც კონსტანტინე დიდმა შეიძლება ითქვას სამყარო, წარმართული სამყარო, რომელიც იმ დროისათვის შეიძლება ითქვას, რომ მიექანებოდა დაღუპვისკენ, მან მოახერხა და კონსტანტინე დიდმა ჭეშმარიტი სარწმუნოების მიღების შესაძლებლობა მისცა არა მარტო რომის იმპერიას, არამედ შეიძლება ვთქვათ იმ დროინდელ სამყაროს და შემდგომში, რა თქმა უნდა, რომის იმპერიასა და მის მომიჯნავე ტერიტორიებზე არსებულ სახელმწიფოებს და შემდგომში მთლიანად გავრცელდა ქრისტეს ჯული მთელს ქვეყანაზე და სამყაროში. ეხლა არ შეიძლება ჩვენ გვერდი აუვაროთ იმ ფაქტს, რომ ეს მოხდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება რომის იმპერიაში და შემდგომ უკვე საქართველოსა თუ სხვა ქვეყნებში მოხდა ქრისტეს ჯულის, ანუ ეკლესიის დაარსებიდან 300 წლის შემდეგ. აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა და აი ეს 300 წელი იყო ურთულესი ეპოქა, ვინაიდან ეს იყო დევნილობის პერიოდი, როდესაც ოფიციალურად იდევნებოდა ქრისტიანული ეკლესია და მისი მიმდევრები და ათასობით ადამიანი აღესრულა მოწამეობრივად. და საოცარი მომენტია ის, აი ამით მინდა გარკვეული მინიშნება გავაკეთო მის პიროვნებაზე, რომ კონსტანტინე დიდი ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო, როდესაც ის წაუყვანიათ მძევლად ნიკომედიაში, იმ დროინდელ რომის იმპერატორთა აღმოსავლეთ რეზიდენციაში, აღმოსავლეთის პროვინციების რეზიდენციაში და 303 წელს, როდესაც დაიწყო ეს საშინელი დევნა ქრისტიანთა, კონსტანტინე დიდი აი აქ შეესწრო და საკუთარი თვალით ნახა ის უსამართლობები, ის სისასტიკე, ის წარმოუდგენელი სიმხეცე, რაც გამოიჩინა დიოკლეტიანემ, გალერიუსმა და აი მეათე დევნის
მიმდინარეობის დროს განსაკუთრებით ნიკომედიაში იყო ეს მთელი გამოხატულება იმ სისასტიკისა 20,000-მდე ადამიანი ცოცხლად დაწვეს თქვენ წარმოიდგინეთ ამ დროს და ძალიან ბევრი ადამიანი აღესრულა ქრისტიანთა მეათე დევნის დროს, რომელიც მე-4 საუკუნის დამდეგს მიმდინარეობდა. კონსტანტინე დიდი აი ამ ახალგაზრდა ადამიანი საკუთარი თვალით ხედავდა, როგორც თქვით ჩვენ აი ამ უბედურებებს და რა თქმა უნდა არ უნდა გამოვრიცხოთ, ეხა ეს არ არის პირდაპირ არ წერია, მაგრამ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ის აი იქ ჯერ კიდევ იმ დროიდან გაუჩნდა მას ინტერესი ქრისტიანთა მიმართ, ქრისტიანების მიმართ ზოგადად და ეს აშკარაა, იმიტომ რომ თუკი ჩვენ მის ცხოვრებას გადავხედავთ, დავწუნდებით, რომ კონსტანტინე დიდი განსაკუთრებულ პატივს მიაგებს საეკლესიო დასს, იერარქებს, სამღვდელოებას ზოგადად და ამის შესახებ საუბრობს თავად ევსევი კესარიელი, რომელმაც მართლაც გადმოგვცა მისი ცხოვრება და კონსტანტინე დიდის შესახებ საუბრობს პრინციპში იმ დროინდელი ყველა დიდი საეკლესიო ისტორიკოსი. ჰერმიას სოძომენე, სკოლასტიკოსი, რუფინუსი და მომდევნო პერიოდის საეკლესიო ისტორიკოსების და არა მარტო საეკლესიო. იმიტომ რომ ის რაც განხორციელდა მე-4 საუკუნის პირველ 20 წლებში, ეს მართლაც წარმოუდგენელი მოვლენა იყო. ეხლა მე მინდა ვინაიდან ჩვენ დროში ვართ შეზღუდულები, ის რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა წამოვწიო წინა პლანზე, თუ რა დამსახურებები მიუძღვის კონსტანტინე დიდს. ეხლა აქვე მინდა შენიშვნის სახით გითხრათ, რომ ჩვენი ინტერესი ახლა ნუ ზოგადად საეკლესიო ისტორიის ყველა საუკუნე და ყველა პერიოდი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი ყურადღება წლების წინ მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ რიგი თანამედროვე ეტაპზეც თქვენ წარმოიდგინეთ, რიგი ისტორიკოსებისა, საერო ისტორიკოსები მყავს ნუ უცხოელები ამ შემთხვევაში, მხედველობაში, რომლებიც აკრიტიკებდნენ კონსტანტინე დიდს და დაუმსახურებლად ბუნებრივია და ეს კრიტიკა არ არის ჯანსაღი, ამასთანავე არც არგუმენტირება არ არის იმდენად ესე იგი დოკუმენტირებული, რომ ადამიანმა ყურადღება მიაქციო და ნუ ამ შემთხვევაში ჩვენ კონსტანტინე დიდი გახლავთ ქრისტიანული ეკლესიის მიერ, ამ შემთხვევაში მართლმაიდებლებს ყავს შერაცხილი წმინდანთა დასში და არა მართლმაიდებლებსაც, ანუ იგივე კათოლიკური ეკლესიის, რომაული ეკლესიის წარმომადგენლებიც მას წმინდანად აღიარებენ, ეს ერთი საკითხი, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ წმინდა მოციქულთა სწორ მეფეს ბრალსდებენ იმაში, რომ იმპერატორს ბრალსდებენ იმაში, რომ თითქოს ის 312 წლის შემდგომაც მზისა და მითრას ღვთაებას სცემდა თაყვანს, პატივს მიაგებდა და ასე შემდეგ. ეხლა ჩვენ ერთ უმთავრესი რამ უნდა გავიაზროთ და გავითვალისწინოთ, რომ კონსტანტინე დიდი ამ პერიოდში ჯერ კიდევ წარმართი იმპერატორია. თავად ის როგორც იმპერატორი იძულებულია მთელ რიგ დათმობებზე წავიდეს და რა თქმა უნდა ერთბაშად ის ვერ შეძლებდა, რომ ერთი ხელის მოსმით აბსოლუტურად ყველაფერი შეეცვალა წამიერად. ეს ვერ ხდება, ხო დღეს, როდესაც ქრისტიანულია, ხომ პირობითად ქრისტიანი ჰქვია ადამიანს,
ისიც კი ვერ ახერხებს, რომ აბსოლუტურად იყოს უნაკლო. და ეხლა ჩვენ წარმოვიდგინოთ ის ეპოქა, როდესაც იმპერატორებს ევალებოდათ მთელი რიგი აი ეს წარმართული რიტუალების, წესების და რაღაც ვალდებულებების შესრულება და კონსტანტინე დიდი თუ ჩვენ მის ცხოვრებას დავაკვირდებით, ეტაპობრივად დგამს იმ ნაბიჯებს, რომელმაც წარმოუდგენელი სიკეთეები მოუტანა არა მარტო რომის იმპერიას, არამედ მთლიანად მთელ სამყაროს. კონსტანტინე დიდი ჩვენ გვევლინება, ანუ ქრისტეს ეკლესიის დაარსების შემდგომ უკვე მოციქულთა პერიოდის შემდგომ მეოთხე საუკუნის დამდეგი ეს არის ქრისტიანული რელიგიის ლეგალიზების და სახელმწიფო რელიგიად ჩამოყალიბების უმთავრესი ეტაპი და საძირკველი. აი აქედან იწყებს სათავეს ქრისტიანული ცივილიზაცია. როდესაც ქრისტიანობა უკვე აღარ იდევნება და რა თქმა უნდა ამას დაჭირდა გარკვეულწილად ეტაპები და კონსტანტინე ეს მოღვაწეობას აი მართლაც ამ კუთხით გამოარჩევს ადამიანი, რომ ის თავდაპირველად ხო გაეცნო ქრისტიანებს, გაიგო მათ შესახებ. შემდგომ, როდესაც კონსტანტინე დიდი მისი ტახტზე ასვლაც არ იყო რაღაც ესე რომ ვთქვათ მარტივი. ვინაიდან, როდესაც მისი მამა კონსტანციუს ქლორუსი, იგივე ქლორი კონსტანციუსი გარდაიცვალა 306 წელს, ის იყო კონსტანციუსი იყო ერთ-ერთი თანაიმპერატორი იმ წარმართ იმპერატორებს შორის, მთავარი მათგან დიოკლეტიანე იყო, მაგრამ 306 წელს დიოკლეტიანეს უკვე ტახტი დატოვებული ჰქონდა. 305-ში დატოვა მან ტახტი და სადავეები ხელში ჩაგდებული ჰქონდა მის სიძეს გალერიუსს, რომელიც იყო მთავარი ინიციატორი და ხელმძღვანელი ქრისტიანთა მიმართ დაწყებული ამ უსასტიკესი დევნისა და ბუნებრივია გალერიუსის სურვილი არ იყო, რომ კონსტანტინე გამختارიყო იმპერატორი, თუმცა ის ვერ აკონტროლებდა აი ამ სიტუაციას და 306 წელს კონსტანტინე დიდმა მოახერხა ის, რომ ის ნიკომედიიდან გაიქცა ფარულად, მას მხარდამჭერები ჰყავდა, როგორც ჩანს, და მან ჩააღწია გალიაში და ბრიტანეთში ჩააღწია გალიისა და ბრიტანეთის მიწების ესე იგი მართველი იყო სწორედ მამამისი და იქ ჯარმა კონსტანტინე დიდი გამოაცხადა თანაიმპერატორად და 306 წლიდან იწყება მისი მმართველობა. ბუნებრივია, მაშინ კონსტანტინეს არ ჰქონდა ის შესაძლებლობები, რომ უცებ მოენდომებინა და განეხორციელებინა, ხომ ჯერ თავადაც არ იყო ის ქრისტიანი და ბუნებრივია ამას ვერ შეძლებდა, მაგრამ მას დასჭირდა მთელი წლები, რომ საბოლოოდ ის გამختارიყო ერთპიროვნული მმართველი, იმპერატორი ამ დიდი და წარმართული იმპერიისა და დამერწმუნებით ეს არ იყო მარტივი საქმე, ურთულესი რამ იყო ეს და სწორედ აი ამ მისი ცხოვრების განმავლობაში, მის ცხოვრებაში მოხდება ის სასწაული, რომელზეც სხვათა შორის თავად ევსევი კესარიელი ბრძანებს თავის თხზულებაში, რომ კონსტანტინე დიდმა მე თავად პირადად მომითხოვ, რომ ღამითო მეუწყაო სასწაულებრივად, რომ გამოისახა ჯვრის ნიში და ამით ძლие. აი ეს მეუწყაო, ეს ხდება 312 წელს, როდესაც კონსტანტინე დიდმა უნდა აიღოს იმპერიის დედაქალაქი რომი და გაათავისუფლოს აი ამ ტირანისაგან, როგორიც იყო მაქსენციუსი, ერთ-ერთი თანაიმპერატორი გალერიუსი აღმოსავლეთში ნიკომედიაში მეფობდა და
აი ამ დროს მოხდა სწორედ ეს სასწაული. ამიტომ, როდესაც ესა თუ ის მეცნიერი თუ ესა თუ ის არ ვიცი სპეციალისტი თუ რა შეიძლება უწოდოთ ამა თუ იმ ადამიანს, როდესაც ამ საკითხებში შედის და საუბრობს ან იკვლევს თუ ასე შემდეგ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეს რელიგიური მოვლენები, სასწაულებრივი ამბები და ასე შემდეგ და ეს რეალობა იყო, იმიტომ რომ კონსტანტინე დიდის ცხოვრებაში მოხდა ეს სასწაული და ეს სასწაული რა თქმა უნდა ღვთის დაშვებით ხდება, ისე არ არის რომ აი რაღაც სტიქიურად მოხდეს. ამიტომ კონსტანტინე დიდის შეიძლება ითქვას მოღვაწეობა 312 წლიდან კიდე უფრო რადიკალურად იცვლება. ნუ ზოგადად ის ძალიან ღირსეული ადამიანი იყო. თუმცა კიდევ ვამბობ, ის 312 წელს და თვით 325 წელსაც კი კონსტანტინე ჯერ არ არის ქრისტიანულად მონათლული და რა თქმა უნდა კონსტანტინე დიდს გარკვეულწილად უწევდა აი ამ წარმართული სახელმწიფოს ხო ჯერ კიდევ თქვენ წარმოიდგინეთ ხო 312 წელს როდესაც 313 წელს უпростоრად როდესაც მილანის ედიქტს მოეწერა ხელი ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია ამ დროს ხდება ის რომ მილანის ედიქტის გამოცემის შემდეგ ქრისტიანობა გახდა ნებადართული რელიგია და ის გაუთანასწორდა იმ სხვა რელიგიებს, მაგრამ თვითონ თუ დავაკვირდებით ჩვენ კონსტანტინეს მოღვაწეობას, არა კი არ გაუთანასწორდა, აღემატებოდა ყველა წარმართულ რელიგიას სხვათა შორის და სახელმწიფო რელიგიად ჯერ არ იყო ქრისტიანობა 313 წელს ქრისტიანობა არ იყო გამოცხადებული სახელმწიფო რელიგიად, მაგრამ ვიტყვით იმას, რომ ამით დასრულდა ის საშინელი ტანჯვა-წამება. ის 300 წლოვანი უსასტიკესი პერიოდი დასრულდა. რა თქმა უნდა, ცალკეული შემთხვევები დევნილობისა და ქრისტიანთა წინააღმდეგ მოქმედებებისა შემდეგშიც იყო და სხვადასხვა საუკუნეში ბუნებრივია და შეიძლება დღესაც იყოს, რომ თუ კი ადამიანი ქრისტიანი და მართლმადიდებელია, მაგალითად, ვინმესთვის არ იყოს მისაღები, მაგრამ კონსტანტინეს პიროვნება არის წარმოუდგენლად მართლაც შეუფასებელი დამსახურება აქვს ამ ადამიანს. თუ გვინდა ჩვენ გავიგოთ, ვინ არის კონსტანტინე დიდი, აუცილებლად უნდა წავიკითხოთ ქრისტიანთა მეათე დევნის შესახებ, რომელსაც თავად ევსევი კესარიელი გადმოგცემს და ენით უთქმელი უბედურებანი არის გადმოცემული და მოთხრობილი ევსევი კესარიელის მიერ. თუ როგორ ტანჯავდნენ და ანადგურებდნენ და ასობით, ათასობით ადამიანი ტანჯეს და აწამეს. და იმდენად ბევრი რომ აი ეს იარაღები თურმე აი ეს ნაჯახი, ხმალი თუ რასაც იყენებდნენ აი ეს ადამიანთა დასასჯელად დაბლაგდაო და სხვა ესე იგი იარაღები მოიტანეს თან შეცვალეს. თქვენ წარმოიდგინეთ და აი ამ ეპოქაში სწორედ ღვთის მიერ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც სამყარო შეცვალა, რომელმაც მთელი სამყარო, ნუ ამ შემთხვევაში რომის იმპერია, მაგრამ შემდგომში უკვე მთელი სამყაროს მიეცა შესაძლებლობა, რომ ჭეშმარიტება შეეცნო და ქრისტეს ჯული სწორედ აი ამ დროს ქრისტიანული რელიგია ჩვენს ქვეყანაში სწორედ კონსტანტინე დიდის მმართველობის დროს მოხდა მისი გამოცხადება ოფიციალურ სარწმუნოებად და ამ თვალსაზრისითაც ჩვენთვის კონსტანტინე დიდი ძალიან ახლობელი ადამიანია და განსაკუთრებულად პატივდებულია ის ჩვენს ეკლესიაში, ჩვენს ხელოვნებაში და ასე შემდეგ. ეხლა თუ ჩამოვთვლით ჩვენ იმ რამდენიმე ძალიან დიდ დამსახურებას,
და ნუ შემდგომ უკვე მომდევნო გადაცემაში უშუალოდ დეტალებზე ნუ რამდენადაც მოგცემს გადაცემის მასშტაბი საუბარს, აი შევეხოთ. პირველი ეს არის ბუნებრივია ქრისტიანობის ლეგალიზება. ოღონ აქ შეიძლება ორი მოვიტანოთ. ანუ პირველი ეს არის 313 წლის მილანის ედიქტი, როდესაც ქრისტიანობა ნებადართულ რელიგიად ცხადდება. ნუ მანამდე კი იყო 311 წელს გალერიუსის ბრძანება ქრისტიანთა დევნის შეწყვეტის გამო, მაგრამ ქრისტიანობა მაინც ნებადართულ რელიგიად არ ცხადდებოდა, ვერ ცხადდებოდა. ამიტომ კონსტანტინე დიდმა სწორედ მილანში მედიოლანი ერქვა იმ დროს, აი მილანის ესე რომ ვთქვათ, მილანში მოხდა ქორწინება ლიცინიუსსა და კონსტანტინეს დას შორის, ანუ მისი სიძე გახდება ეს ბოლო წარმართი იმპერატორი. და ეს სწორედ იქ გამოცხადდა და იქ მოეწერა აი ამ ბრძანებას ხელი. ეს ტექსტი ჩვენამდე მოღწეულია და ევსევი კესარიელის საეკლესიო ცხოვრებაში გახლავთ აი ტექსტი, ვინც დაინტერესებული ხართ, შეგიძლიათ ნახოთ უშუალოდ ტექსტი და ეს არის მთავარი დამსახურება კონსტანტინე დიდის, ერთ-ერთი მთავარი და შემდგომ გავაგრძელებთ, ხო? და ზოგადად კონსტანტინე დიდის დროს უკვე აქ თარიღების, ნუ ეხა კონკრეტულად ძალიან გაჭირდება, მაგრამ დაახლოებით 328-330 წლისთვის ქრისტიანობა უკვე სახელმწიფო რელიგიად ცხადდება რომის იმპერიის ტერიტორიაზე. ანუ 313-დან 328-330 წლებში ქრისტეს ჯული გახდა სახელმწიფო რელიგია და სავალდებულო სარწმუნოება გახდა. ის სარწმუნოება, რომელსაც საუკუნეთა განმავლობაში სდევნიდნენ. ეს პირველი, მეორე, ეს გახლავთ 325 წელს მან მოიწვია პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ნიკიაში. ეს იყო უდიდესი მნიშვნელობის ფაქტი და კონსტანტინე დიდი იყო სულის ჩამდგმელი ინიციატორი და ხელისშემწყობი მფარველი მსოფლიო საეკლესიო კრებისა. ეს იყო პირველი და წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი, რომელმაც სათავე დაუდო შემდგომ მსოფლიო საეკლესიო კრებების ეპოქას. და ამის შემდგომ უკვე ვიცით ჩვენ, რომ 6 კრება, სულ 7 მსოფლიო საეკლესიო კრება ჩატარდა და რა თქმა უნდა, ყველაზე რთული იყო პირველი მსოფლიო კრების მოწვევა. იმიტომ პირველად მოხდა, რომ რომის იმპერიის ტერიტორიაზე გამოცხადდა მთელი იმპერიის და არა მარტო იმპერიის, ხო, ჩვენ ვიცით, რომ თვით საქართველოდანაც, სომხეთიდანაც და სპარსეთიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე წარმოდგენილი მღვდელმთავრები და სწორედ აი ამ კრების მომწვევი, მფარველი, ინიციატორი და ხელისშემწყობი და შემდგომ, რა თქმა უნდა, როდესაც კრებამ მიიღო ხომ ის დადგენილებანი და სარწმუნოების სიმბოლოს აი ეს 8 წევრი, რომელზეც ჩვენ, ნუ ფაქტობრივად ეს არის ქრისტიანული სარწმუნოების ფუნდამენტი, სწორედ ამის შესრულების გარანტორიც იყო წმინდა კონსტანტინე დიდი. ამიტომ ეხა ამ ადამიანზე ეხა დღეს ან ხვალ ან ოდესმე ვინმე რაღაც დაიწყოს წარმოუდგენლად გაუაზრებელი საუბარი, მე ვფიქრობ და ალბათ ყველა დამერწმუნება, რომ ეს მიუღებელია. რა თქმა უნდა, მის ცხოვრებაში იყო ტრაგედიები და რთული მომენტები, მაგრამ ჩვენ ნუ გამოვრიცხავთ იმას, რომ კონსტანტინე დიდი აი ამ წარმართულ იმ პერიოდის სიბნელეს დაუპირისპირდა და ის ჯერ კიდევ
აი თვით 325 წელსაც კი კონსტანტინე არ იყო ჯერ კიდევ მონათლული ქრისტიანად და ეს მან ცხოვრების ბოლოს გააკეთა. Რა თქმა უნდა, კონსტანტინე დიდზე საკმაოდ ბევრი შეგვიძლია ჩვენ ვისაუბროთ, უბრალოდ დღეს რეგლამენტიდან გამომდინარე მეც ვეღარ მოვასწრებთ და უკვე მომდევნო გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ კონსტანტინე დიდის 8 წლზე. მე არ დამისრულები, ანუ მე თქვი პირველი ორი, ანუ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გაუცხადება რომის იმპერიის ტერიტორიაზე პირველი, ყველაზე დიდი და არა მარტო ესე არაფრით არ ჩამოუვარდება შეიძლება ითქვას პირველ მსოფლიო კრების მოწვევა. რატომ? იმიტომ რომ კონსტანტინე დიდი ამ შემთხვევაში ჩვენ გვევლინება არა მარტო გამომცხადებლად ესე რომ ვთქვათ და მის დროს მოხდა აღიარება ქრისტიანობის, არამედ ის როდესაც გაჩნდა ეკლესიაში რაღაც გაურკვევლობა, დავა არიოზის არასწორი სწავლება მოხსხედველობაში, კონსტანტინე დიდი აქაც როგორც დიდი ქრისტიანი, როგორც ქრისტიანთა მფარველი მოიწვევს მსოფლიო საეკლესიო კრებას, რომელთაც მართლაც გადაწყდა ეს პრობლემა კრებაზე იერარქებმა და ძალიან მაღალი რანგის და წმინდა მამები იყო, ვიცით ჩვენ ხომ შეკრებილი აი ამ საოცარ კრებაზე და მიიღეს სარწმუნოების სიმბოლოს ძირითადი ნაწილი. წამსი მაქვს ხედველობაში ხომ დასრულდა ეს უკვე მეორე კრებაზე, მაგრამ აქაც კონსტანტინე დიდი არა მარტო გამოაცხადებს ქრისტიანობას, არამედ მისი მფარველიც არის და კრება მოიწვია. ანუ ის რომ ჩვენ გვაქვს დღეს დოგმატური სწავლებების სწორი ჯულის კანონი თუ ასე შემდეგ, ამაშიც ლომის წილი მიუძღვის სწორედ კონსტანტინე დიდს, იმიტომ რომ მან დაიწყო ეს უდიდესი საქმე, რომელიც ცოტა მოგვიანებით მე შემდგომ საუკუნეებში დაგვირგვინდა. დღეს აქ მინდა დავასრულო და მომდევნო შეხვედრებზე ჩვენ გავაგრძელებთ წმინდა კონსტანტინე დიდზე საუბარს. მადლობთ ყურადღებისათვის.